more energy, more footwork. Oh, მოიხოდოთ. მოგესალმებით. ეს არის რიგით მეორე ვიდეო channel-ზე. დღეს გვექნება ჩემი ალბათ მეორე ყველაზე საყვარელი თემატიკა YouTube-ზე, EDC, ანუ everyday carry, ან ყოველდღიური ნივთები, რომელიც თან აქვს ხალხს. განხრა არსებობს YouTube-სა და ზოგადად საზოგადოებაში. ძალიან საინტერესო რაღაცებს პოულობ ხოლმე და ნახულობ ხოლმე აი მსგავს ვიდეოები. ამიტომ დღეს გაგაცნობთ ჩემს ყოველდღიურ ნივთებს. არ არის არანაირი რჩევა, არანაირი მოწოდება. ეს არის უბრალოდ აი ის ნივთები, რომელიც მე დამაქვს ყოველდღიურად და ნუ რა მიზნისთვის დამაქვს და რანაირად, რა მოკლედ. Так что დავიწყეთ. პირველი კატეგორია, სულ ჩამოწერილი მაქვს, მე მგონი 8 კატეგორია. პირველი არის, რა თქმა უნდა, ყველასათვის ნაცნობი და აუცილებელი ნივთი, ტელეფონი. თუმცა ჩემი ტელეფონი ცოტა განსხვავდება ყველას ტელეფონისგან, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ დამაქვს iPhone 13 mini. ეს ტელეფონი არის ჩემთვის უიდეალურესი ზომის, ძალიან კომპაქტური. თავდაპირველად რო ვიყიდე, მიძლებდა მთელი დღის განმავლობაში აი უპრობლემოდ მეორე დილით ვტენიდი ხოლმე. ეხლა რა თქმა უნდა, ამდენი გამოყენებისა და ამდენი გამოყენებისა და დავარდნის და რა ყველაფრის შემდეგ ცოტა ბატარეას დაერხა. მაგრამ მაინც ამგელევით არის. ხოცი არა. ეს ახალი აპდეიტი რო გამოვიდა, ეს liquid glass თუ რაღაც რო ქვია, ცოტა გაჭედა რა რაღაც მომენტებში და მეთქი ისე უკვე უნდა გამოვცვალოთ, მაგრამ რაღაც პაჩები გამოუშვეს და ისევ ძალიან კარგად მუშაობს და ისევ ფრენა დაიწყო და რავი ყველაფერი. ამიტომ რავი, ჯერ მაინც არ გეგმავ ამის გამოც. ორი მინუსი აქვს ალბათ. ერთი ის არის, რომ Type-C არ არის, Apple-ის ეს რაღაც აპიატების გამო და მეორე ის არის, რომ 60 Hz-ია და ამასაც ვერაფერს ვერ ვუზობთ. ესეც Apple-ის აპიატება. მაგრამ თლიანობაში ძალიან მაგარი, ძალიან კომპაქტური ტელეფონია, რომელიც აი დღესდღეობითაც რავი, თითქმის მთელი დღე მყოფნის, მაგრამ მაინც თუ გავდივარ ხოლმე რაიმე სახის power bank-ი გამაქვს, ამიტომ დიდად ჩემთვის პრობლემა არ არის. კომფორტული და კომპაქტური ტელეფონია ჩემთვის რა, იმიტომ რომ მე დიდად არ ონლაინ არ ვზივარ 24/7-ზე ტელეფონიდან და არც არაფერი რა. მოკლედ ძალიან კომპაქტური და კომფორტული ტელეფონია. ნომერი 2 ტელეფონიდან ტრანზიშენი გავაკეთოთ, მოდი შემდეგ ნივთს. Apple Wallet, MagSafe Wallet. აი ეს ნივთი ალბათ iPad mini-ის შემდეგ არის ჩემი Apple-ის უსაყვარლესი გამოგონება. იმიტომ რომ ზუსტად ის პრობლემა რაც მქონდა, მომიგვარა აი იდეალურად რა. ეხლა რა პრობლემა მქონდა? ბავშვობიდან მეზიზღება აი ეს ლაპატნიკი თუ რა ქვია. დიდი ზომის საფულეები, რომელიც რავი, მთელ უკანაჯიბეს იკავებს და როაჭრები და რაღაც სახერხებლის გამრუდება და მთელი. ხო, მოკლედ ბავშვობიდან მეზიზღებოდა ეგ დიდი საფულეები. ყოველთვის ვეძებდი მოკლედ ალტერნატივას. პირველი იყო, არ მახსოვს რომელი ბრენდის, მაგრამ ძალიან ხარისხიანი მქონდა ეგეც. უბრალოდ ბარათების ჩასადები იყო და ნუ ქეშიც ეტეოდა თუ სადღაც შეაკვეხნიდი და შემდგომ აი ეს რო გამოვიდა და რო დავინახე, ეს იყო განსხილოსნება, იმიტომ რომ მეთქი აი ეს მჭირდება ზუსტად. ეტევა ორი ბარათი ძალიან ჩვეულებრივ, სამი ბარათი ძალიან ნორმალურად ეტევა, აი 4-ზე უკვე უნდა ცოტა იჭედება ხოლმე რა. დამაქვს ძირითად შემთხვევაში მხოლოდ ჩემი მართვის მოწმობა და ერთი ბარათი, მაგრამ უკვე სამი ბარათი. ძალიან მშვენივრად, ძალიან წყნარად ეტევა, აი ამას ესე ამოწეულს ვტოვებ ხოლმე და როცა მინდა მარტივად ვიღებ ხოლმე და ეს უბრალოდ ჩემი ტიკია, შეგიძლიათ ჩაწიოთ. როცა მოგიხერხდებათ, კი არა და როცა გაგიხარჯებათ. აღარ მაქვს ცალკე ჯიბე გამოყოფილი საფულესთვის, უბრალოდ აი ესე მივაკრავ ტელეფონს და დამაქვს აი ესე. ან კონცეფტის ბარათის აი ეს ჭრილი იდეალურად ერგება კამერას, მაგრამ კამერას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ამ საპატარა საფულით დამაქვს ხანდახან ქეშიც და გაჩვენებთ როგორ. ამაში ჩავჭედავ ხოლმე ერთ კუპიურას, მეტი არ ეტევა, თქუდათ არც სადოთ აზრი არ აქვს. ქეშიც ძირითადად არ დამაქვს, რავი როგორც უკვე ალბათ 90% ადამიანების, მაგრამ დიდი კუპიურა რო გქონდეს თან,
ურიგვარი იქნება, თქვათ თუ ტელეფონი დაგიჯდა, ბარათი არ მუშაობს, რაღაც დაგებლოკა, დაგიყადაღე. თუ ბარათი დაგიყადაღეს მაგალითად რაც დღევანდელ რეალობაში ძალიან მოსალოდნელი. იმ ხელა კუპიურას სულ ვატარებ ხოლმე თან, ვახშმისთვის გადავიხდი, ან ბენზინზე მეყოფა, ან ტაქს გამოვიძახებ და ასე შემდეგ რა. სწორად ტაქს დავიჭერ და სახლამდე მომაღწევინებს, მოკლედ მთელი დღის განმავლობაში ერთი კუპიურა ეგეთი დამოგზავნა. ეს საფულე არის იდეალური. ჩემი პირადი მოსაზრება. საკმაოდ გამძლეარი გამოიყვანა Apple-მა 5O-ენებზე და რაღაცეებზე გადავიდო და იქამდე მოკლედ კი აქვს რა თქმა უნდა ხმარების ნიშნები, მაგრამ მთლიანობაში მოკლედ გამძლეა ძალიან და რა მიძლებს უკვე არც გამომიცვლია არასდროს რა ეს ერთი ვიყიდე და მაქვს და მაქვს. Apple-ის MagSafe Wallet-ი არის ჩემი go-to საფულე რა. ისევ ფულის თემაზე ვართ. შემდეგი ნიფტი, რომელსაც ვიყენებ ქეშის გადასატანად, თქვათ თუ ერთ კუპიურაზე მეტი მჭირდება, ეს არის ესეთი მანიკლიპი. ეს კონკრეტულად არის პენდანტის, არაფერი ფუნქციონალში განსხვავება არის, უბრალოდ ლამაზია და ყველა მანიკლიპი ერთნაირად მუშაობს. ნუ ერთ კუპიურაზე არც თუ ისე. ანუ აზრი არა აქვს ერთ კუპიურაზე. არ ვფიქრობ, რომ რამენაირად დაზიანდება ხან მანქანაში პირდაპირ ვაგდებ ხოლმე, ბანკში თუ მივდივარ ფულის გამოსატანად, უბრალოდ აი ამას ჩავიგდებ ან ჯიბეში ან რავი მანქანაში ან სადმე, ჩავალ, გამოვიტან, ჩავიგდებ ჯიბეში, მაინც კომპაქტური გამოდის, ძალიან ობელდღე არ დატის ჩემთან ერთად, მაგრამ თუ ვიცი რომ ბევრი კუპიურა უნდა გადავიტანო სადმე ან რაღაცა უნდა მიდოს, რომ მანიკლიპი მოკლედ არის ჩემი მხსნელი. ასევე კარგია მოგზაურობისთვის, იმიტომ რომ ეს ქეშად იმას და მოგზაურობაში მაინც ეს გადასაკიდი ჩანთი დავდივარ, მაგრამ იმ ჩანთაში მიდევს აი მანიკლიპით ქეში რა. მოკლედ აი ეს არის დაფულე და ფულის სისტემა. მაბადიეთ. შემდეგი ნივთი, რომელიც ძირითად შემთხვევაში ან ჩანთაში, ან ჯაკეტის ჯიბეში გდია, არის აი ესეთი სუნამოს კონტეინერი. და ეს იმიტომ მირჩევნია იმ პირდაპირ მსგავს ულბილიზატორი თუ რაც ქვია. იმით მირჩევნია, რომ ძალიან გამძლეა რა, ანუ ისინი არის რაღაც პლასმასნარევი ლითონი თუ რა ვიცი, ფაქიზია. და ეს შუშაა, მაგრამ ძალიან გამძლეა რა ვიცი, საიდან გადმომივარდა მე მგონი მეორე სართულიდან თუ მესამე სართულიდან და არაფერი არ მოვიდა, ძალიან ჩვეულებრივად წყნარად გადარჩა და დღემდე მუშაობს მოკლედ. ცოტა მოუხერხებელი ამაში სუნამოს ჩასხმა, მაგრამ ხო რა გამძლეა ბევრად და ანუ არც ვფიქრობ ხოლმე რა პირდაპირ ჩავიგდებ ან ჯიპში ან მანქანაში გავისვრი და ეხლა რა დამოქვს ეს სუნამოს კონტეინერი. რატომღაც ხანდახან არ ვიცი რაზეა დამოკიდებული. მე მგონია რომ ეს არის კვებაზე დამოკიდებული და სისხლის მიმოქცევაზე, იმიტომ რომ არის დღეები რომ ძალიან ხარისხიან სუნამოს, რომელიც აი თქვა წინა დღეებში დავისხი და მეორე დღემდე გამოყვა მისი სუნი და უგრძნობ მოკლედ მის სუნს. არის დღეები რომ აი 4 საათში უკვე ვეღარ ვგრძნობ რა. თუ დამოქვს ხოლმე ეს რომ ხარისხიანი სუნამოც არ უნდა იყოს. თავიდან მეგონა რომ ეს ზარას სუნამოები იყო რომ რაღაც და ეგრეც არის რომ მალე გადის სუნი, მაგრამ შემდგომ აი ლაკოსტა ვიყიდე, მერე ვალენტინოსაც და ანუ ასე შემდეგ რა, ტოპ რაღაცეები, მათაც მოკლედ ძალიან მალე გავგასდით რა სუნი რატომღაც არ ვიცი. გარკვეულ დღეებში. ძალიან კომფორტულია რა, მაგიტომ არ ვფიქრობ ხოლმე, ხანდახან მავიწყდება კიდევაც. ხანდახან შეიძლება ისე უცბად გავიქცე რომ სუნამოს და სხვა დამავიწყდეს, ამიტომ ეს ძალიან კომფორტულია რომ სულ ჩანთაში გიგდია, სულ ჯიბეში გიგდია და ნომერ არ მახსოვს რომელი. შემდეგი ნივთი არის დანა. ახლა პატარა დისკლეიმერი. არავის არ მოუწოდებ ცივი იარაღის სტარებისკენ, ძალადობისკენ და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩემი აზრით დანა ძალიან კარგი და გამოსადეგი ინსტრუმენტია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ახალი კანონმდებლობის გამო გადავედი აი ესეთ პატარა ვიქტორინოქსებზე, თუმცა არ არის ისეთი საიმედო, თუმცა ნუ სხვა რა გზაა დღევანდელი და ახალად შეცვლილი კანონმდებლობით სამართალდამცავი წვეთს მოკლედ რა არის ცივი იარაღი და რა არა რა. აი ესეთი პატარა დანა, აი მე ამაზონის პაკეტების გახსნა და რაღაცეების გახსნა მოკლედ ძალიან კი გამოსადეგია და ვიქტორინოქსი ძალიან ხარისხიანია. აი ეს პატარა დანაც კი მე მგონი კარგი ფოლოდისგან არის გამოსადებული და მჭრელი რჩება დიდი ხანი. იქამდე დამქონდა უფრო დიდი ზომის დანა. ესიც არ არის დიდი ზომის, იმასთან შედარებით რა თქმა უნდა არის, ფერი არ მოსდიოდა, ერთადერთი ეს წვერი მომიტყდა. სანამ კანონი შეიცვლებოდა, სისტემა შემუშავებული, რომ ფეხით ვიყავი ჩანთაში ვიგდებდი ყუთში, ანუ არ იყო მარტივად ხელმისაწვდომი და ეგ იყო გაწერილი წინა კანონში, რომ არ უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი, თუმცა იქაც იყო რაღაც ისეთები, რომ სამართალდამცავ შეიძლება უბრალოდ მოგდავებოდა, მაგრამ ნუ
არ მქონია მსგავსი შემთხვევა და თუ მანქანით ვიყავი, ასევე ყუთში ვინახავდი, რომელიც ესე იკეტებოდა და მეგდო ხოლმე საბარგულში. მაგრამ კანონის შეცვლის შემდეგ საერთოდ აღარ დამაქვს. ეს მე მგონი თუ არ ვხსდები დაშვებულია, ვიცი რომ ეგ არაა პირველი კანონი, რომელიც უნდა შეიცვალოს და არც მეორე და შეიძლება არც მეასე, უბრალოდ ჩემი ტკივილი მოკლედ უინსტრუმენტოა. ჩემი აზრით ყველა ადამიანმა უნდა ცადოს უბრალოდ ინსტრუმენტით სიარული, არა დანით კონკრეტულად რაღაც შეიძლება. საკანცელერიო დანები არსებობს კიდე, მე მგონი ისინიც უკვე ცივი არახში გადის, არ ვიცი ზუსტად, თავს ვერ დავდებ, არ მოუწოდებ არავის. ის აზრი რომ დანა საფათოა არის საფათო, თუმცა რავი, დანის გარეშე და ხელში მომხვედრი ნივთებით ისეთი რაღაცეები აქვს ხალხს გაკეთებული და დანის ხმარება თავდაცვაში არის სისულელი თუ არ ხარ ესაბამისი ვარჯიშები გავლილი, თუ არ იცი როგორ უნდა ჭუბი დანით კონკრეტულად, ამიტომ მოკლედ ძალიან უაზრობად მეჩვენება აი ეს მაშინ გამოდის რომ ყველაფერი ცივი იარაღი გამოდის მაკრატელის რომელიც ბავშვებს გდააქვს რავი სკოლაში და ასე შემდეგ. თუ ვიქტორინოქსისკენ გადაიხარეთ, კიდე რა აქვს ვიქტორინოქს, კაი სერია ვიქტორინოქსის, ქვია ვიქტორინოქს სიგნიჩერ, მე მგონი აქვს კალამი. ძალიან კაი რაღაცაა, აი ამ ხელაზომის კალამი გამოდის, აი ეგ ძალიან კომფორტულია, ძალიან ჭკვიანურია. ვიქტორინოქს სიგნიჩერს გადახედეთ თუ რაიმე ინსტრუმენტის ყიდვა მოგინდება, აქ უნდა იყოს ჩემი affiliate ლინკი, მაგრამ სპონსორები არ არის. ჯერ კურსასმენები ყოფილა ტელეფონის და საფულის ამ ნივთების შემდეგ, მაგრამ არა, რა თქმა უნდა კურსასმენები დღესდღეობით არის, რავი, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, თუნდაც სახლში მუშაობის დროს, თუნდაც გარეთ უბრალოდ სირბილის დროს და ასე შემდეგ. ყოველთვის მაქვს ძირითადად კურსასმენები რა. მე კონკრეტულად მაქვს ორი კურსასმენი, პირველი არის AirPod-ები, ძალიან დიდი ხანია მაქვს, ჯერ კიდე რავი, ძალიან მაგრად მუშაობ. ყურებში რომ მიკეთია 1-3-4 საათი ძლებს აი უპრობლემოდ რა მე მგონი შეიძლება მეტიც არ ვიცი. Noise cancellation-ი აქვს, transparency mode-ი აქვს, რავი, ყველაფერი ძალიან მაგარი კურსასმენებია, კი, ძვირია, მაგრამ ჩემი აზრით ღირს ამის ყიდვა, იმიტომ რომ ერთხელ ვიყიდი და რავი, შეიძლება 1-10 წელი არ გამოცვალო ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს ჯერ კიდევ პირველია და მაგრად მუშაობ. Apple fanboy ვემონები. მეორე კურსასმენები არის რა თქმა უნდა ლეგენდარული მარშალები. ეს კონკრეტულად მე პირადად არ მეყიდია ხმისთვის, რადგან აი თქვა ძალიან მაგარი ხმა აქვს, ძალიან ისეთი ხმა აქვს, ვიცი რომ აი Sony-ს რომელიღა AirPod Max-საც უკეთესი ხმა აქვს, მარშალების მომწონს თვითონ ესთეტიკა. ძალიან აღმოჩნდა რომ ის პრობლემაც რაც მქონდა წინა კურსასმენთან გადაჭრა მარშალმა. ძლებს არ ვიცი. თვეები. ეს კურსასმენები რომ ვიყიდე ერთი თვე უსმინე ჩვეულებრივად გარეთ რო დავდიოდი ხოლმე. შემდეგ გავფრინდით ბარსელონაში, იქ ვიყავი 2 კვირა, იქაც გამოვიყენე რა თქმა უნდა თვითფრინავი არ მომიხსნია და გზაში მაშინ ავტობუსში არ მომიხსნია და ასე შემდეგ. ჩამოვედით და 40%-ზე იყო კიდე. მე რა კატეგორიასაც მივეკუთვნები რომ აი ეს დეციბელები და რამდენი ის დაარტყა წუთში და BPM-ები და ესენი დიდად არ მაინტერესებს. შემდეგი რა რას მე მგონი ზაფხული მოვიდა. ხო, შემდეგი არის ნაჭერი /ბენდინა, რაიმე სათვალის გაწმენდა, დანის გაწმენდა, ტელეფონის აი ამ ლინზის გაწმენდა, 1000 რა. მე კონკრეტულად ძირითადად დამაქვს ხოლმე ეს ნაჭერი, ქართული ესენი აქვს ორნამენტები. ლოტკინის გადმონაშთია ძმა, ეგ ბენდენით რო დადიხარ და რაღაცა, მაგრამ ну ხო, მე ძალიან მეკომფორტულება და ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე. შემდეგი ეს არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ნივთი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სატარებოდ ყოველდღე იყო პერიოდი, როდესაც ძალიან ნერვები მომიშალა საფულემ, დიდმა საფულემ და ვაფშე გადავაგდე და ფულის და ბარათების და მქონდა კარტი, იმიტომ რომ ამ ტელეფონისა და კურსასმენების შემდეგ ჯიბეში ყოველთვის ვიგდებდი კარტს. მოკლედ ხო ამ საილუზიონისტო ხელოვნებისა და კარდისტრის დიდი მოყვარული ვარ და ზოგადად კარტის ესთეტიკაც ძალიან მომწონს. თქმა უნდა, ბაისიკლი, ტოპი, ხარისხისა და ფასს თუ შევადარებ, მაგრამ რისი აღნიშვნა მინდა. სულ რომ არ ვიცოდე ეს ილუზიები, ძალიან კარგი სატარებელია ჩანთითო. მეგობრულ წრეში როცა ვხდები, ძალიან კარგი დროის ეს არის და ძალიან მიყვარს კარტის თამაშიც. დისკლეიმერი ნომერი 2, არ მოგიწოდებთ აზარტული თამაშებისკენ და არანაირი მსგავსი
აქტივობებისკენ. ხო, არ ითამაშოთ ფულზე არასდროს. მაგაზე ცალკე ვიდეო შემიძლია გავაკეთო, რატომ არ უნდა ითამაშოთ ფულზე და რამდენი სახის ჩაწყობა არსებობს, რამდენი სახის ტყუილი და ეს არსებობს და რამდენი ისტორია მაქვს, მე თვითონ ეს მოყოლილი კი არა და მოსმენილი უბანში, რომ ხალხს სახლი წაართვეს. ხო, აი მაგაზე ცალკე ერთი 20 წუთიანი ვიდეოს ჩაწერა შემიძლია. დისკლეიმერი ნომერი 3. არავის არ მოგიწოდებთ მოწევისკენ. ვაფშე სიგარეტი მე მგონი არც მაქვს გასინჯული. ვნახე რომ ხალხის უმრავლესობა, ვინც ეწევა სიგარას, იყენებს მას აი გარკვეული მედიტაციის. უბრალოდ რომ დაჯდეს, ვთქვათ, მუსიკა ჩართოს ან რაღაც სახალხო ფილმი ან რაიმე მსგავსი, ან შეიძლება სულაც არაფერი არ ჩართოს და უბრალოდ აი ეს დრო, ეს 40 წუთი ან 1 საათი გააჩნია სიგარის ზომას, თვითონ რიტუალი ამის მოჭრის, ცეცხლის წაკიდების და ისიც მომეწონა გარეგნულადაც. ეხლა აი ამ დიდი შესავლის შემდეგ ეს არც თუ ისეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი ის არის, თუმცა თუ გაქვს ძალიან კომფორტული და ძალიან კარგი რამ არის, ეს არის სიგარის შესანახი. საღამომდე თუ მინდა ხოლმე რომ სიგარა სახლიდან გავიტანო, თამოგწყობი ამით აუცილებლად, ზოგადად თუ გამოქვს სიგარა, გამოქვს ამით. შემდეგ ეს არის აი ესეთი საჭრელი, რომელიც რავი 1-5 ცალი მაქვს დაკარგული, მაგრამ ნუ ხო, ჩვეულებრივი საჭრელია, რომ სიგარიდან ეს უკანა ნაწილი გამოჭრა. შემდეგ მანივთმა ეს პრობლემა მომიგვარა. ჩვეულებრივად ერთი მხრიდან არის ჩვეულებრივი სანთებლა, jet flames ეძახიან ამას. და მეორე მხრიდან არის აი ისეთივე საჭრელი, როგორც ის. ხო, ძალიან კომფორტულია. იმის მაგივრად რომ რაღაცა 3 ნივთის მაგივრად 2 ნივთი დამაქვს, ძალიან კაია ჩემთვის. სანთებლა ხანდახან მიმაქვს ხოლმე იმის და მიუხედავად სიგარა მაქვს თუ არა თან. თბილისში შედარებით ძალიან ეხა არ მცემოთ შედარებით ნორმალური სიგარის ყიდვა შეგიძლია თამბაქოს მაღაზიებში ვეიპებს და რაღაცებს რო ყიდიან. ოღონდ შედარებით ნორმალური. არ ვიძახი რომ კარგი და ხარისხიანი და ასე შემდეგ. კარგი და ხარისხიანი პროდუქციისთვის სიგარასთან დაკავშირებით აუცილებლად მივბრძანდით დავიდოვში. სამწუხაროდ არ ვარ დასპონსორებული, მაგრამ დავიდოვი არის რავი ნომერ 1 ადგილი მე მგონი საქართველოში სიგარების მხრივ. ეს კონკრეტული ნივთიც, რომელიც ჩემმა ძმაკაცმა ძმამ მაჩუკა არის დავიდოვში და ძალიან ხარისხიანია, კი ძვირია, მაგრამ ძალიან ხარისხიანი სიგარები, ძალიან ხარისხიანი სიგარის აქსესუარები აქვთ და ხო, დავიდოვ დამასპონსორი. ეს იყო დღევანდელი ჩვენი ვიდეო, ეხლა გადავიღებ ბიროლებს, რომლებიც მეზარება, რომელზეც უნდა მოусმინო აი ამ ჩემს ბუტბუტს და ასე შემდეგ. მოკლედ შევეცდები მაქსიმალურად კაი ვიდეო გამოვიყვა. აი, აბა კარგად.